განცხადება ამ დღესასწაულს ეწოდება იმიტომ რომ პირველად ადამიანებს ხილული სახით ანუ შეგრძნებითად ყოვლადწმინდა სამება გამოეცხადა რამე თუ იორდანეში იოანე წინასწარმეტყველებისაგან ნათლისღების ჟამს წმინდა იოანემ ისმინა ხმა უფლისა ზეცი და ესე არის ზეჩემი საყვარელი მისი ისმინეთო და ჟამს წყალში შთაფლისა გადამოვიდა სული წმინდა ღმერთი მტრედის სახით და დაადგრა მაცხოვრის თავზე და იხილა კაცობრიობამ ყოვლადწმინდა სამების მოქმედება და ისმინა ნება მისი რამე თუ ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოევლინა კაცობრიობას და კაცთა შორის იქცეოდა როგორც ამას ძანებს წმინდა წერილი და მისი შესმენა როგორც მესიისა როგორც ხსნელისა და მაცხოვრისა ადამიანთა სულთა ამისკენ მოუწოდა უფალმა ამისკენ მოუწოდა მამა ღმერთმა ადამიანებს და როგორც მოციქულმა პავლემ ბრძანა ქრისტე მორჩილ იქნა მამისაო მორჩილ ვიდრე სიკვდილამდე ყოვლადწმინდა სამების მეორე წევრი ადამიანთა ანუ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ადამიანთა გამოხსნის საქმეს არა თავისი განზრახვითა და თავისი ნებით აღასრულებს მხოლოდ არამედ ეს არის საუკუნემდელი თათბირი ყოვლადწმინდა სამებისა და აღასრულებს ნებას მამისა როგორც თავად ბრძანებს რამე თუ მე თავით შევით არ მოქმედებ არამედ აღვასრულებ ნებას მომავლენებელისა მამისა ჩემისაო და მოგცა უფალმა სახე ჩვენ თუ როგორ სული წმინდა ღმერთი გარდამოდის წყალში ნათელღებულ ადამიანზე ისე როგორც სამყაროს შექმნის ჟამს სული ღვთისაო მიმოდიოდა წყალთა ზედა და სული ღვთისა ქმედებდა ანუ ღმერთი სული წმინდა მოქმედებდა და აღაშენებდა ქვეყნიერებას და გამოიძახა არარსებობიდან არსებობისაკენ ქვეყნიერება წუთი სოფელი კაცობრიობა
ისე ნათლობის ჟამს მოქმედებს მადლის სულისა წმინდისა და აღმოიყვანს ადამიანს ცოდვის ტყვეობიდან პირველ ყოფილი ცოდვის უღლიდან ანთავისუფლებს და მიანიჭებს მას საწინდას მარადიული ცხოვრებისა ბეჭედს სულისა წმინდისა როგორც ამას ნათლობის ჟამს მირონცხებისას ბრძანებს სასულიერო პირი ბეჭედი მონიჭებულას სულისა წმინდისაო და ეს ბეჭედი მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანს თან დააქვს ქრისტეს მიერ საყვარელო და ეს ბეჭედი არ უნდა იყოს შერყვნილი. ზოგჯერ ხდება რომ ადამიანები გაუცნობიერებლად ინათლებიან. მე არ ვამბობ პატარა ბავშვებზე, იმიტომ რომ პატარა ბავშვებს მოყვებიან მისი მშობლები, ეს მათი სურვილია, ეს იგივე ბიბლიური წესია, როგორც წესი წინა დაცვეთისა მერვე დღეს, როგორც მე-40 დღეს ტაძრად მიყვანა და უფლისათვის შეწირვა ჩვილისა. ბიბლიურ წესს აღვასრულებ, როდესაც ჩვილებს ნათლავთ და ამ დროს პასუხისმგებლობა გააჩნია მშობელსა და ნათლიას, რომ მან შემდგომ ყრმას ასწავლოს, აუხსნას ნათლობისა და ქრისტიანობის მნიშვნელობა. ინათლებიან ზრდასრული ადამიანები და ზოგჯერ ხდება, რომ ნათლობა არის უფრო ტრადიციული, უფრო რაღაც წესის აღსრულება და ძირითად აქცენტს ადამიანები აკეთებენ უხარიათ მათ, მაგრამ ამ სიხარულში ძირითად აქცენტს აკეთებენ, რომ უნდა მოიწვიონ ბევრი ადამიანი, უნდა აუცილებლად სუფრა გაიშალოს და ამგვარად აღინიშნოს ეს ნათლობა. პირველად უნდა აღინიშნოს ღვთისმადლიერებით ქრისტეს მიერ საყვარელო და ადამიანის შინაგანი გადაწყვეტილებით, რომ ღვთის ერთგული იყოს, რომ ის ბეჭედი, რომელიც მან მიიღო ნათლობის ჟამს, ის ბეჭედი არ შეურაცხყოს, არ შებღალოს, არ გააშავოს. ნათლობის ჟამს თეთრ პატში გამოაწყობენ წყალში შთაბვრის შემდგომ ჩვილს ან ახალ ნათელღებულს. აი ეს სითეთრე შესამოსელისა, კვართისა გამოხატავს ჩვენი სულის სისუფთავეს ნათლობის შემდგომ ქრისტეს მიერ საყვარელო. იმიტომ რომ ნათლობის მადლით განიწმინდება ადამიანის სული ცოდვათაგან. ნათლობის შემდგომ ადამიანი თავისუფალია ეშმაკის ტყვეობისაგან და ეს უნდა დაიცვას და შეინახოს ადამიანმა. ამიტომაც წყალი ნათლობისა არის სიწმინდე, ის ატარებს კურთხევას იორდანისა
ანუ იმ კურთხევას რა კურთხევითაც ღმერთმა გაწმინდა ის, როდესაც შევიდა იორდანეში და ამავ დროს ნათლობის წყალი თქვენ იცით რომ ძველი წესი ნათლობისა იყო აღესრულებოდა შთაფლით მდინარეებში, ზღვაში, აღესრულებოდა საგანგებო ემბაში ნათლისღებისა. ადამიანი სრულიად შთაერთვებოდა წყალში. ან წყალი მას ზევიდან თუ გადაევლებოდა, ამ წყალს მთლიანად უნდა დაესრულებინა ადამიანი. და ეს წესი აღესრულება ნიშნად იმისა, რომ როგორც და წყალში შთაფლა ხდება სამგზის სახელითა მამისათა ამინ და ძისათა ამინ და სულისა წმინდისათა ამინ და ხდება ამ დროს განბარმა და განწმენდა ადამიანისა ცოდვათაგან მიტევება ცოდვისა და უსჯულოებისა და ამავ დროს ეს არის სიმბოლო რომ როგორც ქრისტე შთავიდა საფლავად სამ დღის და აღსდგა, ისე ადამიანიც ნათლობის ემბაში შთაფლის შემდგომ მარადისობისათვის იშვება, მარადისობისათვის აღდგება, როგორც ამას ამბობს პავლე მოციქული, რომ მეორედ შობილნი შობა, ასე უწოდებს, მეორედ შობა მადლით. ნათლობა არის მადლით მეორედ შობა, ცათა სასუფეველისათვის, მარადიული სიხარულისთვის, ღმერთთან ერთად დამკვიდრებისათვის. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ და ამიტომაც უნდა ვინათლებოდეთ ქრისტეს მიერ საყვარლანო და ნათლობის შემდგომ პატიოსნად და სუფთად უნდა ვცდილობდეთ, რომ დავიცვათ ბეჭედი სულისა წმინდისა, რომელიც მოგვენიჭა ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი სარწმუნოებით. და დღესაც იკურთხება წყალი, შესრულდება დიდი აიაზმა, რომელიც მხოლოდ წელიწადში 2 გზის აღესრულება ნათლისღების წინა დღეს და დღევანდელ ნათლისღების დღესასწაულზე. ამ წყალს მთელი წლის განმავლობაში ვინახავთ ჩვენ. ეს წყალი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას აძლევენ სეპისკვერთან ერთად ადამიანებს, რომლებიც დროებითად არიან ზიარებიდან გამყენებულნი. ამ წყლით იკურთხება, ამ წყლის გამოყენება ხდება წმინდა მირონის ხარჯვისას, წმინდა ოდიკების კურთხევისას და ბევრი ადამიანი მოდის ამ დღეს იმისათვის, რომ ეს წმინდა წყალი თავის ოჯახში შეიტანოს. ჩვენ ვასწორებთ ეზოს, სახლს, ჩვენს მეურნეობას, ვენახს, ბოსტანს თუ ბოსელს. ყოველივეს შეგვიძლია ეს წმინდა წყალი ვასწოროთ. ჩვენი ოჯახის წევრებს,
აუცილებლად შეგვიძლია მთელი წლის განმავლობაში ეს წყალი მივიღოთ ყოველდღიურად ცოტ-ცოტა მივიღოთ განსაცდელის თუ ავადმყოფობის ჟამს მაგრამ უნდა ვიცოდეთ ქრისტეს მიერ საყვარელო რომ ეს წყალი არ არის რაღაცა თილისმა ნუ გონია რომ ეს არის თილისმა რომელსაც ჩვენ ვიღაცა ასე ვთქვათ მოგცემს რომელიღაც ეგრეთ წოდებული ლოცველი თუ რაღაც რიტუალების აღმასრულებელი ჯადოების გამკეთებელი ეს არ არის თილისმა ეს არის სიწმინდე რომელიც ჩვენ უპირველეს ყოვლისა გამწვენს და შეგვეწევა იმ დროს, როდესაც ჩვენში არსებობს სარწმუნოება, როდესაც ჩვენში არსებობს ჩვენი ცოდვების ხედვა, როდესაც ჩვენში არსებობს ჩვენი ცოდვებისა და ბნებებისაგან განწმენდის სურვილი. ამ ჟამს არის ეს წყალი საკურნებელად სულისა და ხორცისა განსაწმენდელად ცოდვათაგან განსათავისუფლებად ბნებისაგან და ეშმაკისაგან საკურთხეველად ქალაქების, სოფლების, სახლების და მომნიჭებელად ღვთის მადლისა. აი ეს უნდა ვიცოდეთ ქრისტეს მიერ საყვარელო. სხვაგვარად თუ ჩვენ შინაარსი არ ვიცით და არ ვართ მონაწილენი ამ შინაარსობრივი განხორციელებისა, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებთ სათანადო სიკეთეს ამ სიწმინდისაგან, მაცხოვნებელ სიკეთეს, ჩვენი სულისათვის მარადისობის მომნიჭებელს, მარადიული სიხარულის მომგვრელს. ამიტომაც ვიცოდეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს ნათლობას და წყალკურთხევის წყალს და საერთოდ ყველა საეკლესიო საიდუმლოსა და წესს ყოველი მათგანი უნდა იყოს სავსე ჩვენი თანამონაწილეობით, ჩვენი შინაგანი მისწრაფებითა და განწყობით და მაშინ ჩვენ ვიგრძნობ ღვთის სიახლოვეს და ვიხილავ მოქმედებას მადლისა, სულისა, წმინდისა ჩვენ ცხოვრებაში. მერთმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ საყვარელო. კურთხევა იორდანისა და მადლი მოქმედება მადლისა, სულისა, წმინდისა იყავ თქვენ ყოველთა თანა აც და მარადის და უხუნითი უხუნისამდე. ამინ. მერთმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ საყვარელო, გილოცავთ დღევანდელ დიდ დღესასწაულს, მადლი გარდამოსული დღევანდელ დღეს, რომელმაც აკურთხა და განაახლა მთელი ქვეყნიერება, განაახლა წყლის ბუნება და
როგორც მოგეხსენებათ, რომ წყალი არის მაცოცხლებელი წყარო ყოველივესი დედამიწაზე და უმეტესად შემადგენელი ნაწილი ჩვენი ადამიანებისაც მეთვალყინებოს ჩვენი ბუნების განახლება თავისი მადლით განსაწმენდელად ცოდვათა ვნებათაგან განსათავისუფლებელად ეშმაკის მანქანებისაგან გამომხსნელად საკურნებელად სულისა და ხორცისა მოსანიჭებელად ხნეობისა მოთმინებისა ურთიერთსიყვარულისა და ბარადიული ცხოვრების დასამკვიდრებლად. ამინ. ამინ. ასევე მინდა ყველას მოგილოცოთ ჩვენი ეპარქიის მკვიდრთ, რამე თუ ამ კვირას ამ შვიდეულის განმავლობაში ჩამოგზავნა ჩვენთან ათონის მთის ხილანდარის სერბული მონასტრიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დაწერილი იყო ჩვენი ქალაქისათვის და ეპარქიისთვის. ამ ხატის წინ 40 დღის განმავლობაში აღვლენილი იქნება საგანგებოდ სავედრებელი პარაკლისები, რომელიც დღის 12 საათზე შესრულდება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის მეოხებით მერთმა წყალობა და მშვიდობა მოანიჭოს ჩვენს ქალაქს, ეპარქიას და სრულიად საქართველოს. ამინ. ჩვენთან არსებობს.